სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ უილსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. როგორც იცით, ჩვენ ძველ აღთქმას დაბადების წინს ვამთავრებთ და ეს იქნება ნაწილი 38. 50 თავით დავამთავრეთ, მაგრამ ეს არის მოკლე მიმოხილვა და შეჯამება. და დასათაურება ესეთი გაუკეთა, იყავი ავთენტური. არ ვიცი, გაგიგია თუ არა ეს სიტყვა. ალბათ იმედია რომ უმრავლესობას გაქვთ გაგებული, ზოგი ამბობს ამას ჭეშმარიტად, მე კიდე ესეთი აუთენტიკოს ბერძნული პირველწყალოდან აღმოცენებული. აი ესე არის გადათარგმნილი ნამდვილი უეჭველი უტყუარი სინამდვილის შესაბამისი. და ეს სიტყვა ლაიტმოტივად გასდევს ამ მთლიან შეჯამებას. და გარკვეული მიმოხილვა იქნება იმ თავებისა, იმ პერსონაჟებისა, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ იმ გმირებისა, რომლებიც არიან ავთენტური. აი ამ იმაზეც დაწერის იმაზე, რომელი იყო სწორი, ესეც კი შევამოწმე, რომ მაგალითად ასევე იქნება ნახსენები პილიგრიმი, გახსოვთ პილიგრიმი, ქართველები ზოგი მომლოცველად მოიხსენიებენ, მაგრამ უფრო სწორი არის პილიგრიმი, პილიგრიმში ბევრი რამეა, ჩვეულებრივი ხიზანი და ჩვეულებრივი მომთაბარე არ არის პილიგრიმი. პილიგრიმია ეს, რომელიც ღმერთის ძიებაშია და ღმერთის მითითებით გადაადგილდება, ხო? ასე რომ უფრო ამ სიტყვას ვიხმარ, რომ იცოდე პილიგრიმი და ზოგან შეიძლება მომლოცველიც თქვა, გააჩნია როდის, შეიძლება ესეც მოვიხმარიოთ და ასევე ხიზანი, ხშირ შემთხვევაში ხიზანი, რომელიც არის ერთგვარი არ ეკუთვნის აქაურ ემიგრანტი, უფრო შეიძლება კიდე სხვანაირად ჟღერდეს, ხო? მე მინდა მადლობა მოუხადო ყველას, ვინც მოყვებოდა ჩვენ, ამით დამთავრდება ჩვენი ეს პროექტი. მე ჯერჯერობით ვერ ვაპირებ და არ ვაპირებ, სხვა რაღაცები მაქვს დაგეგმილი რომ გავაგრძელოთ და ეს პროექტი და ასევე ჯონ მაკარტურის კითხვა-პასუხები 80-მდე არის და ისიც რომ დამთავრდება, მე სხვა რაღაცაზე ვაპირებ მე კონცენტრაციას, მაგრამ აი ამას თუ უფალი ინებებს, ახლა რედაქტორი მიდის მათ ესახარების და ამასაც ვთხოვ ქალბატონს, რომელმაც უნდა გააკეთოს რედაქტირება და მე წიგნად გამოვიდეს. ფიქრობდი ცალ-ცალკე გამოვიშვა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ერთ წიგნად შეიძლება ძველი აღთქმიდან დაბადება და ახალი აღთქმიდან მათ ესახარება მის კომენტარები. სხვათა შორის რომ იცოდეთ, ორიგინალში იყო B სერიები, უნდა იყო ესეთი სერიები, ესე გამოუცვა ცალ-ცალკე თვითონ უორენ უილსბიმ და მეც პირველი ესეთი მაჩუქეს ავსტრალიაში და შემდეგ შეიკრა ეს კომენტარები ერთ წიგნად, ასე რომ ესეც მინდა იცოდეთ. მოდით ახლა წავიკითხოთ ეს ჩვენ ბოლო შეჯამება და ამითი ალბათ მადლობა უთხრათ უორენ უილსის ამ გაწეული სამუშაოსათვის, ხო? იყავი ავთენტური. დავიწყოთ ცნობილი ამერიკელი ევანგელისტის დუაიტ ელ მუდის, ეს იყო ძალიან ცნობილი ევანგელისტი ერთ-ერთი ალბათ მე-19 საუკუნის, როგორც ჩარლს სპერჯენი იყო ინგლისში, ასე დუაიტ ელ მუდი იყო ამერიკაში. ძალიან ცნობილი ევანგელისტი და მის პატარა სიტყვას გვთავაზობს უორენ უილსბი. იყო დრო, როდესაც ძალიან მაწუხებდა ეს ბიბლიური პერსონაჟები. ლაპარაკი აი ამ გმირებზე, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხო, პატრიარქები და სხვა. ესე იგი, დადებით პერსონაჟებზეა ლაპარაკი. ფიქრობდი, რომ რადგან ისინი წმინდანები იყვნენ, ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, იყო სწორი და ვერ ხვდებოდი იმას, თუ ღმერთი როგორ აძლევდა მათ იმის საშუალებას, რომ ასეთი რამები გაეკეთებინათ და არ დასჯილიყვნენ მისი მხრიდან. მაგრამ როდესაც ხვდებით იაკობის მსგავს პერსონაჟს და აღმოაჩენთ, რომ ღმერთს საკმარისი მადლი ქონდა მის გადასარჩენად, ფიქრობ, რომ ეს უკვე საკმარისი იმედია თითქმის ყველა ჩვენთაგანისათვის, რომ შიშის გარეშე რწმენით გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. დამეთანხმებით, რომ ყველა ვინც კი ბიბლიას სერიოზულად უყურებს, გააიგივებს თავს ბატონი დუაიტ მუდის ამაზრებთან. ძალიან ხშირად ვფიქრობ და გონია, რომ წმინდა წერილის მნიშვნელოვანი პერსონაჟები ანგელოზები უნდა იყვნენ და არა ადამიანები. ყოველთვის მორჩილები, უდანაშაულოები, არასდროს არ დაბრკოლდნენ, არ შეეწინააღმდეგონ ღვთისნებას. შემდეგ კი აღმოაჩენთ, რომ ბიბლიური დრამის ეს ცნობილი ადამიანები ძალიან სუსტი, ნაკლოვანებით სავსე ყოფილან თურმე, რომ ისინიც იმავე თიხისაგან არიან შექმნილი, როგორიც ჩვენ ვართ და მაინც უფალმა ისინი გამოიყენა თავის მიზნების შესასრულებლად.
გედეონი შეშინებული ფერმერი იყო. ლაპარაკი უკვე საჯულების წინზე, შეგიძლიათ ჩახედოთ გედეონი. სანამ ღმერთმა ის მამაც ხედამთავრად არ აქცია. რახელი და ლია ინტრიგანი ცოლები იყვნენ. ეს ჩვენ გავიარეთ იაკობის ცოლები, ხო? რომლებიც იაკობის სიყვარულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. თუმცა მათ ისრაელის ერის მნიშვნელობაში დიდი წვლილი შეიტანეს. მოსე იყო მარსაჯულებისაგან გაქცეული და ეგვიპტეში მკვლელობისათვის იძებნებოდა, მაგრამ მან 2 მილიონი მონა ძლიერ ერად აქცია და ბიბლიის პირველი 5 წიგნი დაწერა. იერემია წინასწარმეტყველი ხანდახან მარტო დადიოდა ხოლმე და ღვთის წინაშე ტიროდა, რომ მასზე დაკისრებული წინასწარმეტყველის მოწოდება მიეტოვებინა, ფარხმალი დაეყარა, მაგრამ ის მაინც მერე ბოლომდე ერთგულად აგრძელებდა ღმერთის სამსახურს ებრაული ისტორიის 40 ყველაზე რთული წლის განმავლობაში. იცით, გალაპარაკია იმ პერიოდზე, როცა ბაბილონში იქნან გადასახლებულები ეს ხალხი. თუ დაუჯერებდი ჩვენს მიერ მოსმენელ ზოგიერთ ქადაგებას და წაკითხულ წინს, ადვილად შემეძლო მცდარი დასკვნის გაკეთება, რომ ღმერთი მხოლოდ სრულყოფილ ადამიანებს იძახებს და იყენებს თავის საქმისათვის. ადამიანებს, რომლებიც არასდროს არ არიან გულგატეხილები, არასდროს სულ დანებება, მაგრამ ფაქტები სხვაგარადაა ბიბლიაში მოცემული. მოსე და ელია იმდენად დათრგუნულები იყვნენ, რომ ღმერთს თხოვეს მათი სიცოცხლის წაღებაც, ანუ სიკვდილის თხოვეს, დაიღალნენ. ეს არის რიცხვთა წიგნში მე-11 თავში მოსესი და მესამე მეფეთა წიგნის მე-19 თავში, როდესაც უკვე ელია გაურბის გახსოვთ ახაბს და ჯეზაბელს და სთხოვს ღმერთს, რომ სიცოცხლე წაიღოს. ასევე იობმაც მესამე თავში და იერემიამაც იერემიას 20 თავში დაწყევლეს მათი დაბადების დღეები და სურდათ, რომ ისინი არასოდეს არ დაბადებულიყვნენ. ნახეთ, რომელ სრულყოფილებაზე აქ ლაპარაკი. ჩემთვის შვების მონგრელია იმის გაცნობიერება, რომ ღმერთ შეუძლია გამოიყენოს ასეთი სუსტი, ნაკლოვანი ადამიანები დედამიწაზე მისი საქმის შესასრულებლად. ადამიანები, რომლებიც უშვებენ შეცდომებს, ადამიანები, რომლებსაც სურთ უკეთესობისკენ სვლა, მაგრამ იშვიათად გრძნობენ, რომ მიაღწიეს თავიანთ მიზანს. მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ადამიანებს აქცევდა ავთენტურად, იყო ის ფაქტი, რომ ისინი უბრალოდ იღებდნენ საკუთარ თავს ისეთებად, როგორებიც ისინი იყვნენ. და რომ ისინი ბედავდნენ მინდობოდნენ ღმერთს, რომ ის თავის მხრივ გამოიყენებდა მათ თავიანთი სურვილების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ უფალს არ მოსწონდა მათი დაუმორჩილება, ეს ადამიანები ძვირფასები იყვნენ ღვთისათვის და მან შეასრულა ყველა დაპირება, რომლებიც კი მათთვის ოდესმე ჰქონდა მიცემული. ამერიკელი თეოლოგი ფრედერიკ ბიუხნერი ამ წმინდანებს უცნაურ საგანძურს უწოდებს და მართლაც ეს ტიტული სრულიად შესაბამისია მათთვის. ჭეშმარიტი მორწმუნეები ღვთის მადლზე არიან დამოკიდებული, ეს არის ერთ-ერთი პირველი ქვეთავი. ახლა კი მოდით დაბადების ეს წიგნი მეორე აშკარა ფაქტებით შევაჯამოთ. ჭეშმარიტი ადამიანები იხდიან შესაბამის ჯარიმას თავიანთი ჩადენილი ცოდვებისა და შეცდომებისათვის და მერე ასევე უეჭველად სწავლობენ მათგან, რადგან ისინი საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ღვთის მადლზე არიან დამოკიდებული. მათთვის ცხოვრება ეს დიდი სკოლაა. გაკვეთილები რთულია, მადლი კი მათი მასწავლებელია. გახსოვთ ტიტეს წერილს, როდესაც პავლე წერს მეორე თავში ესეთ რამეს ამბობს მე-11 მუხლიდან. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრავად, რათა უარყოთ უღმერთოება, ამ ქვეყნიური გულისთქმანი და მოგრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად. მიუხედავად იმისა, რომ იბრძვიან ისინი პროგრესს აღწევენ და მეცსწავლობენ საკუთარი თავის თანამდგომებისა და ღმერთის შესახებ, რადგან ისინი სწავლობენ ღვთის მადლისაგან. ერთი წამით წარმოიდგინეთ თქო, რომ ღმერთი ყოფილიყავით. შეხვდებოდით იაკობს ბეთელში? აჩვენებდით კიბეზე ჩამავალ ანგელოსებს და მისცემდით მას იმ საოცარ დაპირებებსა და აღთქმებს, რომელიც მან მიიღო? გახსოვთ, იაკობმა როგორ მოატყვა თავისი ძმა და მამა? არადა წმინდა წერილი ხომ ნათლად ამბობს, რომ ღმერთს სურს სიმართლე შინაგან ადამიანში. ფსალმური 50 გახსოვთ, რას ამბობს დავითი, შენ მხოლოდ შენ შეგწოდე და ბოროტება ჩავიდინე შენ თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენ სიტყვებში და სწორი შენ სამართალში. თუ ღმერთი შეგეკითხებოდათ იაკობისთვის ბეთელში გამოცხადების გეგმის შესახებ, დაეთანხმებოდით მას? მე მგონია არა. ჭეშმარიტი ადამიანები ასევე ეყრდნობიან და განეცდიან ღვთის მადლს. მათ იციან, რომ არ არიან ღირსნი ღვთის წყალობისა. გახსოვთ იაკობმა რა თქვა ეს დაბადების 32 თავში, მაგრამ მათ ასევე იციან, რომ არანაირი კურთხევა არ იქნება უფლის კეთილგანწყობის გარეშე. არასწორად ნუ გამიგებთ. მე არ გულისხმობ, რომ ბოროტება ვაკეთოთ,
რათა სიკეთე გამოვიდეს. გასოთ რომალთა წერილში პავლე რას ამბობს მესამე თავში? მერვე მუხლში. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი? რატო გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა? და ასევე მსგავს რაღაცას ეს უკვე მე მოვიტანე ეს პარალელი და ამის შესაბამისად იგივე რომალთა წერილში მე-6 თავში პირველ მუხლში ნახეთ რას ამბობს, რას ვიტყვით, დავრჩეთ სოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა არამც და არამც. და აგრძელებს ვორენ ვილსონი. მე მხოლოდ გთავაზობთ, რომ მივიღოთ იოსების შეხედულება, რომელმაც თქვა, შენ ბოროტება განიზრახე, თქვენ ბოროტება განიზრახე ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა ის სიკეთედ განიზრახა. დაბადება 50, მე-20 გასვოთ ძმებს რო შიში შემოუვათ და მიდიან უგზავნიან მამის დანაბარებს და მერე იოსები ამ სიტყვებს ამბობს მათ წინაშე. მე ეჭვი მაქვს რომ მოციქულ პავლესთან შესაძლოა არ იყოს ადვილი ურთიერთობა ქრისტიანულ მსახურებაში, არ ყოფილიყო ადვილი ქრისტიანულ მსახურებაში. ის ფარისევლად იყო აღსტილი, რაც გულისხმობს ზედმიწევნით სიზუსტის სიყვარულს, მოწესრიგებულ ცხოვრებას, მორჩილებასა და ნებისყოფაზე აქცენტს და სრულყოფილების მაღალ სტანდარტებს. რადგან ის მარტო ხელა იყო, არასდროს დატვირთული იყო ქორწინებისა და ოჯახური მოვალეობებით. ეხლა კითხვა გვახსენდება, ცდებოდა თუ არა ის პავლე მოციქულზე ლაპარაკი ბარნაბასა და იონე მარკოზის მიმართ დამოკიდებულებაში? გახსოვთ მოციქულთა საქმეებში მე-15 თავში, როდესაც უკვე კიდევ მიდიან კრების შემდეგ, იერუსალიმის კრების შემდეგ კიდევ მიდიან უკან მოგზაურობაში, პავლე და ბარნაბა კამათი მოუვათ მათ იონე მარკოზის შეხება. მარკოზი, რომელმაც ეს სახარება დაწერა. დისწული იყო ბარნაბასი, ხომ, იონე მარკოზი. და ბარნაბა გადაწყვიტავს, რომ მარკოზი წაიყვანოს, მაგრამ პავლე ამბობს, რომ არა, მარკოზი არ გამოგვადგება ჩვენ. და ამაზე ამბობს ვორენ ვილსონი, სწორი იყო პავლე ამ გადაწყვეტილებაში? და ამბობს, რომ დიახ, ალბათ არ იყო სწორიო. იმიტომ რომ სულ მცირე ტიმოთეს მეორე წერილის მე-4 თავის თანახმად ჩანს, რომ პავლემ შეიცვალა ეს აზრი და უკვე სთხოვს ტიმოთეს, რომ იონე მარკოზი წამოიყვანოს სამსახურებლად მასთან. ესე იგი თავის გადააფასა ეს პავლემ, ეს მისი ცოტა სიმკაცრეზეა ლაპარაკი. და ამიტომაც ამბობს ვორენ ვილსონი, რომ ალბათ ძნელი იქნებოდა პავლესთან გვერდზე ყოფნა მსახურების დროს. მაგრამ თავისი ხასიათის ყველა კუთხოვანი თვისებით და ეს ყველასა გვაქვს ესენი, პავლე ღვთისმადლი მსახური იყო, რადგან ის ღვთისმადლზე იყო დამოკიდებული. და ამბობს ესეთ რამეს პირველ კორინთელთა წერილში, მაგრამ ღვთისმადლით ვარ ის, რაც ვარ, მაგრამ ყველაზე მეტად ვიშრომე, მაგრამ არა მე, არამედ ღვთისმადლით, რომელიც ჩემთან იყო. პირველ კორინთელთა მე-15 თავის მე-10 მუხლია ეს. ღვთისმადლი ნიშნავს მასზე დაყრდნობას, რომ შეგვეძლოს მისით მოქმედება და ცხოვრება. ჩვენ არ ვცდილობთ საკუთარი ძალებით გავაკეთოთ რაიმე ღმერთისათვის. პირიქით, ის ჩვენში და ჩვენ მეშვეობით მოქმედებს, რათა მიაღწიოს თავისი ნების სიამოვნებას. ეს არის განსხვავება სწორედ ლეგალიზმსა და რწმენით ცხოვრებას შორის. მტერს სურს, ანუ სატანას, რომ ღვთის ხალხმა ყურადღება გამახვილოს მათ არასრულყოფილებაზე და წარუმატებლობაზე, რადგან ეს ხელს უშლის მათ დაიკარგონ ღვთის სიდიადესა და მის მადლში. დიახ, არის დრო ღვთისმოსავი თვით ანალიზსა და აღსარების, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება არ არის მუდმივი საკუთარი სულის ავტოპსია. მკვდარს რო კვეთავენ ისეთ ავტოპსია რას ნიშნავს? ანუ წარსულის შეცნობის მუდმივი ქექვა და ძიება საკუთარი შეცნობებისა. არამედ ეს არის დღესასწაული. ასე რომ მას შემდეგ, რაც თავს დავიბანთ, მოდით ვისიამოვნოთ დღესასწაულით ღვთის დიდებისათვის. გახსოვთ პირველ კორინთელთა იგივე წერილში მე-5 თავში, რას ამბობს პავლე? მას განიწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუანი ხართ, რაკეთ ჩვენი პასექი ქრისტე ჩვენთვის დაიკლა. ასე რომ ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმინდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით. აქ მე პარალელი გამახსენდა, ეხლა მომივიდა, გახსოვთ პეტრეს, როცა ბანს ფეხს იესო, ხომ? როდესაც ლაპარაკი არის პეტრე უნება, რომ თავიც დამბანეო, მთლიანად დამბანეო და იესო ეუნება, რომ არ არის საჭირო თავის დაბანა, მარტო ფეხების დაბანა. ხედავთ და ეს არის ზუსტად პარალელი იმისა, რომ ჩვენ მუდმივად არ გვჭირდება, ერთხელ ჩვენ მოვინანიეთ და ვახსარება გავაკეთეთ, მაგრამ ყოველდღიურ ცოდვებში ფეხების დაბანა გვჭირდება, ყოველდღიურ ცოდვებში ჩვენი მონანიება. მაგრამ მთლიანად განბანილი ვართ, როცა ქრისტე მივიღეთ. აი ეს გამახსენა მე პარალელი ამ ადგილთან დაკავშირებით. შემდეგი ქვეთავი არის ავდენტური მორწმუნეები, ყველა ერთნაირი კი არ არიან. ავდენტური.
დიახ, ადენტური. ეკლესიასა და სექტას შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ სექტები ქმნიან ჩვეულებრივ მიმდევრებს კონვერის ხაზზე, ხოლო ეკლესიები სხვადასხვა ინდივიდუალურ წმინდანებს ქმნიან მეთუნის ბორბალზე. გასულ თიხას რო აკეთებს მეთუნე, იქ უკვე სხვადასხვანაირს ქმნისო. ანუ ღმერთთან, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ადამიანს არ აკარგვინებს ინდივიდუალობას. ქრისტიანული წმელა მრავალფეროვნებაში ერთიანობაზეა დაფუძნებული. ერთი სხეული, მრავალი ასო, გახსოვთ პირველ კორინთელ წერილში მე-12 თავში რას ამბობს, მე წავიკითხავ ამ ადგილს მე-12 მუხლი და შემდეგი, იმიტომ რომ ორენ ბრისი მარტო მე-12 მუხლი მოიყვანა. ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო მათი სიმრავლის მიუხედავად ერთი სხეულია. ასევეა ქრისტეც, რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლთ ერთ სხეულად. იუდეველიც და ბრძენიც, მონებიც და თავისუფალიც. ასე რომ ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი, ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ მრავალი. ისააკი, იაკობი და იოსები ყველა მორწმუნე იყო, მაგრამ ისინი ყველა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ისააკმა ბრწყინვალე დაიწყო ახალგაზრდობაში, როდესაც მამამიც დაემორჩილა და ნებაყოფლობით სიკვდილის ადგილას დადგა საკურთხეველზე. მან სულიერი მგრძნობელობა გამოავლინა იმით, თუ როგორ მიიღო რებეკა, ღვთისმრჩეული მისი ცოლი და როგორ ილოცა მათი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მაგრამ ისააკის რწმენის ცხოვრებამ პლატოს ზეგანს მიაღწია და გაიყინა. შემდეგ კი დაღმასვლა დაიწყო და საბოლოოდ ის უფრო მეტად დაინტერესებული იყო სადილის მენიუთი, ვიდრე ღვთისნების შესრულებით. ყველა ავდენტური ადამიანი კარგად ვერ ამთავრებს ცხოვრებას. იაკობის სულიერი გამოცდილება ერთ დღეს აღამავლობაში იყო, მეორე დღეს კი დაღმასვლაში, როგორც ოკეანეში ბოთლის საცობი ქარიშხლის დროს. ორაზროვანი კაცი ყველა თავის გზაზე არასტაბილურია. გასოთ იაკობი უკვე ახალ აღთქმაში იაკობის წერილას გვევნება პირველი 8. ის გულმოდგინედ ცდილობდა თავისი პრობლემების შესახებ და ღმერთს დახმარებას ევედრებოდა. შემდეგ კი გავიდოდა და გეგმას აწყობდა, რათა საქმეები საკუთარი გზით გაეკეთებინა. ნახეთ, იაკობი განსხვავება როგორი იყო ისააკთან, თავის მამასთან. ის გულმოდგინედ ცდილობდა თავის პრობლემების შესახებ და ღმერთს დახმარებას ევედრებოდა. შემდეგ კი გავიდოდა და გეგმას აწყობდა, რათა საქმეები საკუთარი გზით გაეკეთებინა. ის ოსტატი იყო ქრთამის გამოყენების, რომელიც საჩუქრებივით იყო შეფუთული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღმერთი იაკობს შეებრძოლა და გაწყვიტა იგი, გახსოვთ ხო, რომ დააკოჭლა იგი, გახდა ისრაელი ღვთის პრინცი. რაც შეეხება იოსებს, მისი რწმენის ცხოვრება სტაბილური და თანაბარი ჩანდა და ყოველი ახალი განსაცდელი მას კიდევ უფრო აწევდა. დიახ, მას ჰქონდა ტანჯვის პერიოდები, როდესაც ფიქრობდა, მოусმენდა თუ არა მას ოდისმე, მაგრამ რადგან ჩვენ ვიცით, მისი რწმენა არასოდეს არ შერყეულა. ნახეთ, იოსები უკვე მამისაგანაც როგორ განსხვავდება, ხო? იოსები იყო მიმტევებელი კაცი და კაცი, რომელსაც ახსოვდა, დაევიწყებინა მასზე ჩადენილი, მის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტება, რაც ხვება მას გაუკეთეს. ის რწმენით ცხოვრობდა და რწმენით მოგდა. მისმა რწმენამ მოიტანა ებრაელიერის ხსნა. ასე რომ აქ არის სამი მნიშვნელოვანი კაცი, პატრიარქი, უფლისსახური, მაგრამ ყველა მათგანი განსხვავებულია. დღეს ეკლესიაში ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ისააკები, რომლებიც დიდებულად იწყებენ ცხოვრებას ახალგაზრდობაში, მაგრამ თანდათან ეცემიან ასაკთან ერთად და პატიმოყვარე მიწიერ ცხოვრებამდე დადიან. ჩვენ ბევრი გვყავს იაკობის მსგავსი, რომლებიც ყოველთვის თითქოს ბრძოლაში არიან, ან ცდილობენ გამოვიდნენ რთული სიტუაციიდან და მაინც ისინი როგორღაც ასრულებენ ღვთის საქმეს და საბოლოოდ ასევე ყველას აკურთხებენ ხოლმე. ასევე არსებობენ რამოდენიმე მტკიცე, მყარი იოსები, კაცები და ქალები, რომლებიც მნიშვნელოვან ლიდერულ პოზიციაზე აღმოჩნდებიან და ბევრ ადამიანს ეხმარებიან ხოლმე. ეკლესიაში ალბათ უფრო მეტი იოსებია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, რადგან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს, ერთგულად იტანენ გაუგებრობას და კრიტიკას და მაინც ადიდებენ ხოლმე ღმერთს. და ძველი აღთქმის იოსების მსგავსად, სიკვდილის შემდეგაც ისინი გვამხნევებენ, რომ ვენდოთ მათ ღმერთს. როდესაც იესო მოუწოდა თავის 12 მოციქულს, გახსოვთ, მან აირჩია ძალიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები. მათე მუშაობდა რომის მთავრობისათვის, ხოლო სიმონ ზელოტელი პირიქით მუშაობდა ამ რომის მთავრობის დასამხობად. პეტრე, როგორც ჩანს, A ტიპის აქტივისტი იყო, ძალიან აქტიური, ძალიან, როგორ გითხრათ, ოპტიმისტი და მზად იყო ერთხელ ყველაფერი პირველს გამოეცადა, მაგრამ თომა
მეორეს მხრივ ურწმუნოთა მოწოდებული როგორ ჩანს პესიმისტი იყო, რომელსაც უჭირდა დაჯერება, მაშინაც კი, როდესაც მტკიცებულებები მოისმინა. გახსოვთ იესომ, რომ უთხრა, რომ მოდი და ჩაყავი შენი ხელი და შემეხემეო. გახსოვთ ხომ, ჭრილობაში რაც ინატრა, მე არ დავიჯერებ ისე, თუ ჩემი თვალით არ ვნახავ და არ შევეხებიო. თითოეული მამაკაცი ამ 12 მოციქულისაგან ავდენტური იყო. ხანდახან შეცდომებს უშვებდა, ხანდახან ეწინააღმდეგებოდა კიდევაც იესოს და ყოველთვის ვერ ახერხებდა სხვა მოციქულებთან ერთად ურთიერთობას, მაგრამ ყოველთვის უყვარდათ იესო და სურდათ, რომ მათ მეტად მისნაირი გამხდარიყვნენ. ღმერთს არ ცხენოდა საკუთარი თავისთვის. აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი და იაკობის ღმერთი ეწოდებინა. გახსოვთ გამოსulis წიგნში ჩვენ წავიკითხეთ მესამე თავში. არც იესოს უკაცრავად ჩვენ წავიკითხავთ მომავალში მოსეს პერიოდზე ჩვენ ჯერ არ მისულად გამოსulis წიგნამდე. არც იესოს ცხენოდა რომ ჩვენ თავის ძმებად მოგვიხსენიოს. ებრაელთა წერილში ესე არის ნახსენები მე-11 მუხლში. კიდევ ვიმეორებ ოფიციალურად არავინ არ ასახელებს ავტორი ვინ არის. ბევრი ცნობს რომ პავლეა და მე შეიძლება ეს გავიმეორო. არასამოს უყურეთ მეორე თავში პავლე სული წიგნის მეშვეობით ებრაელთა წერილში. მე-11 მუხლი. ვინაიდან განწმენდიც და განწმენდელიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომ არ ცხვენია ძმები უწოდოს მათ. და ჩვენ ძმებს გვიწოდებს იესო. და ამბობს, ვაუწყებ შენ სახელს შენ ძმებს და შუა საკრებულოში გიგალობებ შენ. ფსალმურიდან არის ეს პარალელი. მან იცის ჩვენი სისუსტეები და წარუმატებლობები, მაგრამ მაინც ჩვენთან რჩება და გვეხმარება მოთმინებით გავერიბინოთ სარბენი ბილიკი იმ მიზნისაკენ, რომელიც მან მხოლოდ ჩვენთვის აირჩია. ღვთისნამდვილი ხალხი ორიგინალები არიან და არა იმიტაციები ვიღაცეების. შემდეგ ქვეთავი არის ნამდვილი მორწმუნეება იციან რომ ისინი ხიზნები და პილიგრიმები არიან. ებრაელთა წერილის იგივე მე-11 თავში პატრიარქები აღიარეს რომ ისინი უცხოები და ხიზნები იყვნენ დედამიწაზე. მე წაგიკითხავთ ამ ადგილს. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს, ესე იგი ეს არის ებრაელთა თავის მე-11 თავი ცნობილი ის რწმენის გმირები, ხო? ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. რადგან ასე მეტყველნი ცხადყოფდნენ, რომ სამშობლოს ეძებდნენ, ის სამშობლო, რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას, მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ, ამიტომ ღმერთსაც არ ცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგან თვითონ განუგზადა ქალაქი მათ. ღმერთი ამბობს, ხო, რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა. მოხეტიელი სახლი არ აქვს. ლტოლვილი ამას ხოთაშორის მე იესოც იმეორებს გასვოთ არგუმენტი რომ მოყავს ამ სიტყვებს, რაც ღმერთმა უთხრა მოსეს. ცეცხლოვანი მაყლოვანიდან, ხო, ბუჩქიდან. მოხეტიელი სახლი არ აქვს. ლტოლვილი გარბის სახლიდან, უცხო სახლიდან შორს არის, მაგრამ პილიგრიმი სახლში მიდის. ნახეთ განსხვავება, ესე იგი როგორია პილიგრიმის. იქ პილიგრიმი მილტვის და თუ იცით ეს წიგნი პილიგრიმის პროგრესი კარგად არის ეს აღწერილი, ხო? პილიგრიმის მოგზაურობა ეს ისე არ არის მარტო მომთაბარეობა, მას აქვს მიზანი, ღმერთისაკენ სვლა. მათ მზერა მომავალზე ქონდათ მიყრობილი. დიდებულ ქალაქზე, რომელსაც ღმერთი მათთვის ამზადებდა და ეს ზეციური ხილვა თავიანთ შთამომავლებს გადასცეს. პილიგრიმა ცხოვრება გეოგრაფიის საკითხი კი არაა, ეს არის დამოუკიდებულების საკითხი. თავს მოგზაურად გძნობ და არა მკვიდრად. თავს აქ ამ წუთის სოფელში დროებითად გრძნობ. ფიქრობ რომ ნამდვილი აქაურობას ეკუთვნი თუ არა და შენი თვალები ყოველთვის შორეულ ციურ სამშობლოსაკენ არის დამიზნებული. პილიგრიმები პროგრესს აღწევენ. თუ რწმენის ცხოვრებაში უძრავად გახარ და სულიერად არ იცდები, უკვე აღარ ხარ პილიგრიმი. ყოველთვის არის ახალი დაპირებები, რომლებსაც შენ ითხოვ, ახალი მტრები, რომლებსაც შენ ებრძოლები, ახალი ტერიტორიები, რომლებიც უნდა მოიპოვო. პილიგრიმებს ბევრი პრივილეგია აქვთ. მაგრამ ერთი პრივილეგია რაც მათ არ აქვთ, ეს არის სულიერად თუ ფიზიკურად უძრავად დგომა და შვიდად ყოფნა. ცნობილმა შოტლანდიელმა პრესვიტერიანმა ქადაგებელმა ალექსანდრა უაიტმა თქვა ესეთი რამ, რომ გამარჯვებული ქრისტიანული ცხოვრება ესეც სხვათაშორის ლაიტმოტივად გაზდევს ვორენ ვიზბის კომენტარებს. ამას თქვენ შემდეგშიც მიხვდებით და ახალ თქმაში წავიკითხეთ, რომ გამარჯვებული ქრისტიანი ცხოვრება ეს წარუმატებლობისა და დაცემის შემდეგ ყოველ ჯერზე წამოდგომისა და ახალი დასაწყისის სერია. ეს მე უფრო ქართული გავრცობილი ვარიანტი შემოგთავაზეთ, იმიტომ ინგლისურში არის ძალიან კომპაქტურად ხოლმე შეიძლება ხსენებ, მაგრამ ქართულში თუ არ გაავრცე, შეიძლება აზრი დაიკარგოს.
და აგრძელებს პრესვიტერიანი ქადაგებელი ალექსანდრე უაიტი. ჩვენ არასდროს მივახცეთ მიზანს და თუ ვიფიქრობთ, რომ მას უკვე მივახცეთ, ესე იგი ჩვენ არასდროს მივახცეთ მიზანს, თუ ჩვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მივახციეთ ამ მიზანს. პირიქით, ეს იმის დასტურია, რომ თურმე არ მიგვიღწევია მისთვის. მარტინ ლუთერმა ეს კიდევ საუკეთესო ჩამოაყალიბა. ამიტომ ეს ცხოვრება არ არის სიმართლით ცხოვრება, არამედ ზრდა სიმართლეში. არა ჯანმრთელობა, არამედ განკურნება, არა უკვე სრულყოფილად ყოფნა, არამედ იქით სწრაფვა და გახდომა, არა მოსვენება, არამედ ვარჯიში. ჩვენ ჯერ არ ვართ ის, ვინც უნდა ვიყოთ, მაგრამ მისკენ ვისწრაფით და იქენ ვიზრდებით. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის გრძელდება. ეს ჯერ არ არის დასასრული, არამედ ეს არის გზაში ყოფნა. ყველაფერი ჯერ არ ბრწყინავს დიდებით, არამედ ყველაფერი მომავალში განიწმინდება. ეს არის მარტინ ლუთერის სიტყვები. შემდეგ ქვეთავი არის ავდენტური მორწმუნეები იესო ქრისტეს მსგავსნი ხდებიან. მისი ძის ხატის მსგავსება არის ღვთისმადლის მოქმედების მიზანი ჩვენ ცხოვრებაში, რომელთა წერილი 8:29. აი ესეთ რამეს ამბობს უკვე გავრცობილად პავლე. ეს იყო პერიფრაზირება. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. აი ერთ-ერთი საზეპირო რა გითხარით, რომელთა 8:28 და 29-ში ესეთ რამეს ამბობს. რადგან ისინი, ვინც წინასწარ ცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პიმშო მრავალ ძმას შორის. და 29-ე, ხოლო რომელიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელიც გაამართლა, იგივენი განადიდა. და რას ამბობს უორენრისპი, რომ ჩვენ პროცესში ვართ. ყოველთვის ეს პროცესში ვართ, სანამდე არ გადავალთ და სრულიად არ დამსგავსებით ქრისტეს და არ ვიხილავთ მას პირისპირ, ხო? მანამდე არის ჩვენი ტოლვა იქითკენ მსგავსებისაკენ. ამას ეკუთვნის ეს ქვეთავი. და ამას იოსებზე უკათ ვერან ვერ იტყოდა და ვერან ვერ გამოავლენდა. იესოს მსგავსად მამამის მას უყვარდა, მაგრამ ძმები უარყოფდნენ მას. ისიც დასაჯეს იესოსავით მისი დანაშაულებისას, რომელიც მას არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი წინააღმდეგობის გარეშე მიიღო მან. ის სხვებზე ფიქრობდა და ემსახურებდა მათ, თუმცა მათ დაივიწყეს ის და მისი სიკეთე გახსოვთ, ესე იგი, როცა მეპურეს და მეღვინეს, როცა სიზმრებს აღუწეს. რო წავლენ ისინი დაივიწყებენ, გახსოვთ ხო? გასაკუთრებით მეღვინე დაიწყეს მას. ის მამამის დაშორდა, რათა გადაერჩინა თავისი ძმები და ციხიდან ტახტზე გადასულიყო და დამჯდარიყო. ტანჯვიდან დიდებაში როგორც იესო ქრისტე. მანაპატია მათ, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა და აღარასდროს დაუდანაშაულებია ისინი მათ ბოროტებაში. ის ტიროდა მათზე, რადგან უყვარდა ისინი როგორც იესო ტირის და უყვარდათ ჩვენ. მან მადლით უზრუნველყო მათთვის სახლი და დააკმაყოფილა მათი ყველა მოთხოვნილება, როგორც იესო ჩვენ გვიმზადებს ყველაფერს და უზრუნველყოფს ჩვენს ყველა საჭიროებას. შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ საქმე აშკარაა. ის რაც იოსემმა განიცადა, როგორც ჭეშმარიტ დამორწმუნე იყო ის, რომ ის უფრო და უფრო ემსგავსებოდა იესო ქრისტეს. სწორედ ეს არის პილიგრიმის ცხოვრება. ასევე იაკობმაც განიცადა მადლის საქმე თავის ცხოვრებაში და დაასრულა თავის ცხოვრება ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მან დაიწყო. როდესაც ის გაიზარდა, მისი რწმენა მწიფდებოდა და ცდილობდა ყოფილიყო უკეთესი სულიერი ლიდერი თავისი მზარდი ოჯახისათვის. ასე რომ არასდროს არის გვიან, რომ აღმავალ მომლოცველთა გზას დაუბრუნდ. აი აქ მე უკვე გამოვიყენე ეს სიტყვა მომლოცველთა გზა. შემდეგ ქვეთავი არის ჭეშმარიტი მორწმუნეები ცდილობენ მოახდინონ გავლენა თავიანთ სამყაროში, ცვლილებები. ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის თუ რას მივათრებთ ჩვენთან ერთად აწმოში, არამედ ის თუ რას ვაგზავნით ჩვენ წინ და რას ვტოვებთ ჩვენს უკან, როცა ჩვენ გარდავიცვლებით. ჩვენ ამ ცხოვრებაში არაფრის ფლობელები არა ვართ და ამ ცხოვრებიდანაც არაფერს წავიღებთ თან. დაბადების სიხარულსა და სიკვდილის წუხარებას შორის ჩვენ მხოლოდ იმ ყველაფრის მართველები ვართ, რასაც ღმერთი გვაძლევს და რაც ღმერთს სურს, რომ მის მიდობილ საგნებს ერთგული მართველები ვიყოთ. თავად სიცოცხლე მართველობაა და შესაბამისად ის უნდა ინვესტირებდეს, ანუ ჩაიდოს ინვესტიციისათვის ისე, რომ უბრალოდ არ გაიფლანგოს და არ დაიხარჯოს უმისნოდ. როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის საჩუქრად და ჩვენს შესაძლებლობას, როგორც მართველობას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ხანგრძლივი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროში. შეიძლება ჩვენ ვერ ავიდეთ იმ სიმაღლეებზე, რომელზეც იოსები ავიდა, მაგრამ მაინც შევიტანოთ ის პატარა წვლილი, რომელიც ღმერთმა ჩვენ ყველას ინდივიდუალურად დაგვინიშნა და მოგვცა. ეფესელთა წერილის 2
თავში მეათე მუხლში პავლე ესეთ რამეს ამბობს. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი სიკეთის ქმნისათვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ. ესე ღმერთმა დაგვიწესა ყველა ჩვენ ინდივიდებს ჩვენი წილი, რაც უნდა ვაკეთოთ. ის რაც ბეთანიელმა მარიელმა იესოსთვის გააკეთა, გახსოვთ ხო? მთელი მსოფლიოსათვის კურთხევად იქცა. მარკოს სახარებაში მე-14 თავში რო აღწერილი. გახსოვთ ლაზარეს დამ მარიამ და მართა გახსოვთ, მარიამმა აი ეს გააკეთა, რასაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდა იგი, რომ ის ესეთი მსოფლიოში ყველგან, რაც სადაც ამას იტყვიანო, გახსოვთ ხომ? აგერ იესორას ამბობს, უყურეთ ამ მე-14 თავში, მან გააკეთა ის, რაც შეეძლო, ჩემს ხელს წინასარცხო ნელსაცხებლის დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თელს ქვეყანაზე, სადაც კი იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. აი, მარიამის საქმე ნახეთ, ეს საქმე, რომელიც ბევრმა იუდამაც ეჭვი შეიტანა, იმიტომ რომ ქურდი იყო, ასევე სხვებმაც დაიწყეს წუწუნი, რომ რატომ იყო ეს გასაფლანგი ეს იყო, მთელი წლიური უფრო მეტი საფასურის ნელსაცხებელი, ხო? რომ ღარიბებისთვის დაგვერიგებინაობით, რომ ღარიბებზე ზრუნავდნენ ისინი, ხო? ასე რომ დღეს ჩვენს წინაშე დგას გამოწვევა, აგრძელებს უორენ ვირსბი. ვიქნებით მოსაწყენი ასლები თუ საინტერესო ორიგინალები. ავირჩევთ უსაფრთხო გზას ტურისტული მოგზაურობისას თუ პიონერის სახიფათო გზას. ვიქნებით პირველები იმ ადგილზე, სადაც ღმერთს უნდა რომ ვიყოთ. ღვთისწყალობით დაუშვებ თუ არა განსაცდელებსა და ტანჯვას, რომ ისინი იყვნენ ჩვენი მსახურები, რათა დაგვეხმარონ უფრო მეტად დავემსგავსოთ ჩვენს მოძღვარს იესო ქრისტეს. როცა ჩვენი ცხოვრების დასასრულს მივახცეთ, ეს დატოვებული ჩვენი კვალი რაიმე ცვლილებას მოახდენს იმ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ? შიშისა და კანკალით იღვაწე შენი ხსნისათვის. ფილიპელთა 2:12. არის ღვთის მოწოდება იყო ავთენტური. გახდე ღვთის ერთ-ერთი თავისებური საგანძური. გასოთ საგანძური უწოდა იქ ერთ-ერთმა პასტორმა, როცა იწყებდა განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც კი შეასრულებს მის განსაკუთრებულ საქმეს. ეს არის ჩვენი თავი და შენიშვნები აქ პატარა უფრო ლიტერატურულია, საიდან არის წყაროები. ესე იგი პირველი იყო მუდის ქადაგებებიდან მიმართვები ჩიკაგო ფერბენქსი გამომცემლობა 1879 წელი. 620 გვერდზე არის ნახსენები. მეორე უცნაური საგანძურა ეს ტერმინი ფრედერიკ ბუხენბერმა ნიუ-იორკში ჰარპერის 1979-ში ეს არის მოკლე, მაგრამ გამჭრიახი ესეების კრებული ბიბლიის ზოგიერთ მთავარ პერსონაჟზე. ავტორის მიდგომა უნიკალურია და არაკლია მას იუმორიო. ეს არის წიგნის გამომცემლობა ამ პიროვნების ფრედერიკ ბუხნერის. და მესამე იხილეთ რას ამბობს ლუთერი, მარტინ ლუთერის სიტყვები რო იყო მოთხოვანი, შედგანილი ედვალდ პლასის მიერ, სენტ-ლუისი, მისური, კონკორდიას გამომცემლობა 1959 წელი. ამ ცნობილი ციტატის რამდენიმე განსხვავებული ინგლისური თარგმანი არსებობს, მაგრამ საერთო შინაარსი იგივეა. ესე იგი არის ხოლმე მართლა ციტატებს მეც რომ მოვიძიებ, ხო? სხვადასხვა ისინია ხოლმე სტილი და სხვადასხვანაირად არის გადმოცემული. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ ქართულად ისე მოვიტანოთ, როგორც უფრო გასაგები იქნება ქართველებისთვის, ხომ? და არსი და აზრი არ დაიკარგოს. ეს იყო ჩვენი მოგზაურობა დაბადების წინგში და მადლობა მოსმენისათვის. მომავალ შეხვედრამდე.